ჩვენ ყველა ვართ ბიორობოტები. იმიტომ რომ ჩვენი ფიზიკური სხეული არის ბიორობოტი. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენი ფიზიკური სხეული არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და შეუძლია თავისათვის ჩვენს გარეშედაც ჩამოაყალიბოს აზრები, ემოციები, ცხოვრების სცენარი და даже რეაქციები და ქმედებები მოახდინოს ჩვენს გარეშე. ანუ ჩვენს ორგანიზმში, რომელიც არის დამოკიდებული ბიოქიმიურ რეაქციებზე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე და ბუნებრივ ინსტინქტებზე, ჩვენ არ ვუფლობთ. უფლობს ჩვენი ტვინი, რომელიც აკონტროლებს ყველანაირ მოვლენას, იმ მოვლენებს, რაც მე ჩამოვთვალე ახლა. მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ ჩვენი ტვინი? აბა ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, როგორ ფიქრობთ? როდესაც ტვინი ფიქრობს ერთ აზრს ატრიალებს თავში, ვინ იტანჯება მაგ მომენტში და ვის უნდა შეწყვიტოს ფიქრი, მაგრამ ვერ წყვიტავს? ანუ ვისთან აიგივებ შენ თავს? ფიზიკურ სხეულთან თუ სულიერ არსთან, რაც ზოგადად ფიზიკურ სხეულს გააჩნია. იესო თავის დროზე ამბობდა, რომ ხორციელი იბადება ხორციელისგან და სულიერი იბადება სულიერისგანო. ეს არის იოანეს სახარება მესამე თავი, ნიკოდიმოსი და იესოს საუბარი. ძალიან საინტერესო საუბარია და ბევრი რამ წერია შეგიძლიათ დამიჯერეთ. მაგრამ ყველაზე დიდი შემადგენლობა აზრის მხრიდან აქვს ზუსტად ამას, რომ ხორციელი იბადება ხორციელისგან და სულიერი იბადება სულიერისგან. და რას ნიშნავს სულიერისგან დაბადება ან ხორციელისგან დაბადება, იცით? ჩემი აზრით, ხორციელისგან დაბადება არის ზუსტად ის ქმედებები, ის მდგომარეობა, ის გადაწყვეტილებები და ის აზრები, რაც მოდის ხორციელისგან, ანუ ფიზიკური სხეულისგან. და ეს ყველანაირი აზრები, მდგომარეობა, ემოციები, ანუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და ზუსტად რომ ფიზიკური სხეულიდან მოდის ეს ყველაფერი უკვე ჩვენ დროს არის დამტკიცებული ანატომიით, ბიოლოგიით, ბიოქიმიით, ფსიქოლოგიით და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ. და აი სულიერი რო იბადება სულიერისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს მდგომარეობა, გადაწყვეტილებები, აზრები და ემოციები, რომელიც მოდის სულიერი არსისგან. მაგრამ რატო გამოყო მაშინ იესომ ეს ორი ასპექტი ერთმანეთისგან? ანუ ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ჩვენი თავი როგორც ფიზიკური სხეული, ხო? და უნდა გავაიგივოთ ჩვენი თავი როგორც სულიერი არსი. ხო, ყველას ჯერა რომ ადამიანს სული გააჩნია რა. იმისათვის რომ კარგად გაიგოთ, რომ ჩვენ არ ვუფლობთ ჩვენ ფიზიკურ სხეულში, ჩამოვთვლე რამოდენიმე მართვით მექანიზმს, რაც ახდენს ჩვენზე დიდ გავლენას. პირველ რიგში ეს არის ჩვენი ტვინი, როგორც ბიოლოგიური ორგანო. ხო, წარმოიდგინეთ, ჩვენ ტვინს არ უყვარს რაღაცეები და ზუსტად მაგის გამო ზოგიერთი ადამიანი გარკვეულად იქცევა რაღაც გარკვეულ სიტუაციებში. მაგალითად, ტვინი ვერ იტანს გაუგებრობას. ანუ ტვინისთვის ის მდგომარეობა, რომ არ ვიცი რა იქნება, უფრო მეტად საშინელია, ვიდრე ვიცი რომ იქნება ცუდად, მაგრამ ვიცი რომ არა იქნება. ანუ ცუდ სიტუაციას, მაგრამ უკვე ნაცნობ სიტუაციას უფრო კარგად მიიღებს, ვიდრე რაღაც ახალს და შეიძლება პერსპექტივაში უფრო უკეთეს. ამას ქვია კომფორტის ზონა, კი. ასევე ტვინს, როგორც ბიოლოგიურ ორგანოს არ უყვარს და ვერ იტანს ტკივილს. ამიტომ თუ ფიზიკური ან ემოციური ტკივილი აქვს განსაცდელი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, ყურადღებას გადაიტანს, რაღაცას ყურადღებას გაგიფანტავს იმისათვის, რომ არ სკონცენტრირდე იმაზე, რაც განიჭებს ტკივილს. როგორც ფიზიკურს ან ემოციურს. ანუ თუ ემოციები განიჭებს რაღაც განსაკუთრებულ ტკივილს, ტვინი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შენ გაექცე მაგ ემოციებს. აქ მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს არის ცუდი, იმიტომ რომ ზუსტად ემოციები გვაჩვენებს იმას, სად უნდა ვიმუშაოთ და ემოციები არის იმის საზღვარი, რომ შენ ძველი და ცუდი შეცვალო და უფრო მაღალ ლეველზე ახვიდე. გლობალური ცვლილობები. ხო, გლობალური ცვლილობებიც უნდა გამოვიყო როგორც ცალკე ობიექტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ისევე ტვინი ვერ იტანს, როდესაც რაღაც ძალიან უცბად, მომენტალურად ან დროთა განმავლობაში გლობალურად იცვლება. ტვინისთვის სტაბილურობა არის უფრო უსაფრთხო და მისაღები, ვიდრე რაღაც ახალი და გლობალურად განსხვავებული.
ამ მომენტში ტვინი უბრუნდება ზუსტად იმ მდგომარეობას, რომ ტვინი ვერ იტანს გაუგებრობას. წარმოიდგინეთ, ადამიანს ზოგჯერ დაჟე სიხარულიც ეშინია, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული სიხარულისთვის და სიხარული არის რაღაცა ახალი ტვინისთვის. და მაგისათვის რომ არ იგრძნოს სიხარული, ტვინი ბევრ რამეს აკეთებს. ქვეცნობიერ დონეზე გვერდს უვლის იმ მომენტებს, სადაც შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი. ასევე ტვინს უყვარს კონტროლი. როდესაც ტვინი არ აკონტროლებს, არ პლანირებს და არ იცის, არ გეგმავს და არ იცის იმას ზუსტად თუ რა ელოდება, მაგ შემთხვევაში ტვინი ვარდება სტრესში. იგივეს დაუბრუნდებით, გაუგებრობის შიშია. ზუსტად ამიტომ ეშინია ადამიანს რაღაცა ახალი საქმიანობის დაწყება, ძველი საქმიანობისგან მოშორება და ასე შემდეგ. ასევე ტვინს არ უყვარს, როდესაც ეწინააღმდეგებიან რაღაც დოგმატურ ან პარადიგმულ მომენტებში. ანუ იმ აზრებში, რაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ტვინს, როგორც შაბლონურად. ცხოვრების ხედვა, კლიშე და ასე შემდეგ. ამიტომ თუ რაღაც ახალი ინფორმაცია მოდის იმისათვის, რომ გაანადგუროს ტვინის ჩამოყალიბებული შაბლონი, პარადიგმა ან დოგმა, ტვინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაფილტროს ეს ინფორმაცია, შენ უბრალოდ ვერ გაიგებ. ანუ მაგ ინფორმაციას გაუშვებ ყურეფისციხედ. წარმოიდგინე, ტვინი წყვიტავს იმას, თუ რა ინფორმაცია შეიძლება გაიგო და რა ინფორმაცია არ გაიგო. ანუ წარმოიდგინე, ის რომ ადამიანი მოატყუო უფრო ადვილია, ვიდრე დააჯერო, რომ რაღაცაში არის შეყვანილი, სიცრუეში არის შეყვანილი. ძალიან ძნელია, რომ გადააფიქრო ადამიანს ერთი რაღაც ჩამოყალიბებულ აზრიდან. ადამიანს რა ტვინს ვერ გადააფიქრებ. ანუ ტვინი ბოლომდე ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება აი ძველი შაბლონური აზროვნება დაანგრიოს. ასევე ტვინისთვის ძალიან საშიში არის სოციუმისგან იზოლირება. ეს ასევე უკავშირდება ბუნებრივ ინსტინქტებს. წარმოიდგინეთ, ადრე თუ ადამიანი იყო იზოლირებული სოციუმიდან, იმის შანსი რომ გადარჩებოდა იყო ძალიან პატარა. ამიტომ ბუნებრივ დონეზე ჩაიწერა და ტვინის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ სოციუმისგან იზოლირდება ან საერთოდ გააგდებენ, ძალიან ცხადი არის. იმიტომ რომ სოციუმში გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება სულ მუდმივად იყო ბევრად უფრო შესაძლებელი, ვიდრე ცალკე. ამიტომ იმისათვის, რომ სოციუმს მოერგოს, ტვინი გააკეთებს ყველაფერს, ყველანაირ დოგმატურ აზრს მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ იყოს გამორჩეული. არამედ ის იყოს ისეთივე, როგორც ყველა დანარჩენი. ზუსტად ამ დონეზე მოქმედებს ყველანაირი სოციალური პარადიგმები და დოგმები. ზუსტად ამ დონეზე იღებს ადამიანი შაბლონურ აზროვნებას და ეწერება ყველანაირ ჩარჩოებში იმისათვის, რომ იყოს როგორც ყველა. ანუ უბრალოდ ეშინია იყოს განსხვავებული. ასევე ტვინის მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ ენერგეტიკული რესურსები შეინარჩუნოს ბოლომდე. ამიტომ თუ ტვინის გადახედვით და შეხედვით რაღაც ქმედება არის უაზრო, ანუ ვერ ხედავ შედეგს, ტვინი ყველანაირად ცდილობს გადადოს ეს ქმედებები იმისათვის, რომ ენერგიები შეინარჩუნოს. იმიტომ ხდება, როდესაც ადამიანს უნდა რაღაც ახალი ქმედებების ან ახალი ცხოვრების დაწყება, ან რავი, სპორტზალში წასვლა, სპორტ დარბაზში წასვლა, მაგრამ დებს სულ მუდმივად რაღაც სხვა დღეზე, ანუ წელავს რა დროს. იმიტომ რომ თვითონ ტვინი არის ხალხმა რაღაც მხრივ ძალიან ზარმაცი, ენერგიებს და ენერგორესურსებს ინარჩუნებს. ასევე ტვინს არ უყვარს ავტორიტეტის და სტატუსის დაკარგვა. იმიტომ რომ თავის დროზე ეს ნიშნავდა რესურსების დაკარგვას. ტვინი ვერ იტანს, როდესაც რაღაც სცენარები არ არის დამთავრებული. ანუ ტვინი თუ რაღაცას ელოდებოდა ან გეგმავდა და ეს არ დამთავრდა, ამ თემაზე ტვინი სულ მუდმივად იფიქრებს, სანამ საბოლოო რაღაც შედეგი არ იქნება. ზუსტად აქედან არის, რომ ადამიანს ვერ ვიწყებ, მანამ სანამ არ იცი გაურკვევლობაში ხარ და არ იცი როგორ დამთავრდა სიტუაცია თუ არ დამთავრდა. ასევე ტვინი ვერ იტანს, როდესაც რაღაცა დაგეგმილი ან მოლოდინი არ ემთხვევა იმას, რაც რეალურად მოხდა. ანუ რეალობას არ ემთხვევა. მაგ შემთხვევაში ტვინი რეალურად შეგჭამთ.